გასაგებია, დღევანდელი სტუმრები ეს მზად არის, ბოლოში აქცია არის, კი ბატონო, ესეც. მოკლედ მზად ვარ, მე პრინციპში შემიძლია დავიწყო დღევანდელი გადაცემა, ხო? It's a rainy man. Twini წაიღეს. გეფიცები twini წაიღეს. ძალიან კარგი პროექტია, ძალიან მიყვარს ეს ახალი ხმა. ახლა გავა ეთერში უკვე რა, ძალიან გულშემატკივრობ ყველას და ამ პროექტს ზოგადად, მაგრამ აღარ შეიძლება ხალხო ან რაღაცა გამოუყოთ ხო ადგილი, ან სადღაც სხვაგანი რეპეტიციო, ან შეიძლება ასე. მე თვითონ მიყავს ეს გადაცემა, ხო? ახლა კი არ გაჩუმდებიან ეხლა, ხო? როგორ წავიყვანო მე ეს გადაცემა? რაღაცა მოვიფიქროთ ხალხო, არ შეიძლება. მე ვიცი ამას ესე როგორ უნდა გავაკეთო. მოიცა. ერთი წუთი. სვი, მოიცა. ალო? ალო? 112-ია? პროექტი რო არის, ახალი ხმა. დიახ, იქ ბომბია. მე ვარ 9 წლის ვალიკო მაჩაბელი. ათამდე დაითვალეთ თქვენთვის რა. და ნახეთ როგორ უცებ. ნახეთ? Mia evacuațies? Ha? Nici irigațiune. Las Vegas și Gatenda. Se afla amovida. Washington și Shuatea. Tațimat samovida. Amsterdam și Satia vitrinashi ganan Monica Jenniferi Samantha Gabriela Danatia Tokyo Shishua Ramea Roboter Satsetsineva Seul Shiki Pink Robin Hixuara Pchenianta Sheligeva Tbilisi Ahla Televizor Tanar Kilsika Venezuela Kamalchova Khamis Show მოკლედ NDI-მ გამოაქვეყნა ყველაზე რეიტინგული მინისტრების სია, მე დავინტერესდი პირველი ხუთეულით რა თქმა უნდა და ხუთეულში ადგილები ასე გადანაწილდა. მოკლედ ირაკლი ალასანია, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, შემდეგ ინაწილებენ ადგილებს თეა წულუკიანი და მაია ფანჯიკიძე და მეხუთე ადგილზეა ბატონი კახა კალაძე. მე ამაზე რა თქმა უნდა არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თავად ნახეთ რომ ხუთეულში არ არის ჯანდაცვის მინისტრი. როდესაც NDI დადებს შემდეგ ხუთეულს და თუ გინდათ რომ იმ ხუთეულში იყოს ჯანდაცვის მინისტრი, მაშინ კარგი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ნიუ-იორკში, სადაც გამოვიდა სიტყვით გაეროს ტრიბუნიდან, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ბოლოჯერ მიმართა მან გაეროს და მსოფლიოს და რადგანაც ეს იყო მისი ბოლო გამოსვლა, თქვა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა, ყველაფერზე ზოგადად, მათ შორის პუტინზეც ისეთი
იყო და ისეთი ცხარე იყო მისი გამოსვლა, რომ რუსეთის დელეგაცია ერთმანეთს ასწრებდნენ დარბაზიდან ისე გარბოდენ და აი წარმოიდგინეთ თავის დროზე დუელში რო არ მოეკლა მარტინოვს ლერმონტოვი და ლერმონტოვს რო ეცოცხლა კიდე 240 წელი დღეს როგორ დაწერდა ბიჟალი რობკიე რუსკიე მოკლედ სიახლეა ქართულ შეერაღებაში ტანკს საწინააღმდეგო ჭურვებს აკაესის და M16 ტიპის ავტომატური იარაღს სტეჩკინის და ბერეტას ტიპის პისტოლეტებს დაემატა ფუნა რომელიც ესროლეს პირველად ახლა რაც შეეხება ტელეკომპანია რუსთავი 2-ს აშკარად მეჯიბრება მე ეს ხალხი. რუსთავი 2 მეჯიბრება მე მარტო ერთადერთ ადამიანს გეტყვით. გავათხოვე ელისო ჩაფიძე, გაათხოვეს შორენა ბეგაშვილი. გავათხოვე ანი მიროტაძე, გაათხოვეს იაფარულავა. მე ერთი რაღაცა მაინტერესებს. იაფარულავას რაში ჭირდება გათხოვებაში რუსთავი 2-ს ან ვინმეს მიხმარება. იქით გაგათხოვებთ თელ რუსთავ 2-ს. სხვათა შორის იაფარულავას ნამდვილად ეკუთვნის ღირსების ორდენი ქართული ლიტერატურის და ჭადრაკის პოპულარიზაციისთვის. თავად დაფიქრდით უკვე მე რამდენი ოჯახში შეიტანა ჭადრაკი და ვეფხისტყაოსანი მზითვები. გადმოვიდეთ იმედზე. იმ დღეს ვუყურებ, ჩართული მაქვს ტელევიზორი, დაღლილი ვარ და დაიწყო სროლები მანქანით ერთმანეთის დევნა, იქ ჩხუბები, მეთქი რაღაცა მაგარი ბოევიკი დაიწყო თქო, მგონია, რომ უყურებ მაგარ ბოევიკს. აი, ტანსაცმელი რო შემოიგლიჯა გიას ურაბელაშვილმა. მე მივხვდი, რომ ეს იყო ცეკვავენ ვარსკვლავების პრომო. დავდექი კარგ ხასიათზე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მე ეს პროექტი, ჩემი რაღაც პატარა სუბიექტური ობიექტური მიზეზები მაქვს, დავანებოთ ამას თავი. დავდექი კარგ ხასიათზე და უცებ შემომესმა თურქული საუბარი. რაღაცა იქ მიდის, მერჰაბა, ევეთ. გოქთედე ილდიზლარ ფარლიორუნ ბენსენშო ოზლედიმ თავშან ეი თავშან ბენი ბეკლე ეი თავშან მოკლედ ასე დავდექი კარგ ხასიათზე და შევხედე თურმე დაიწყო თურქული სერიალი. შევხედე ცოტახანი უყურე. დედა ხალხო რა საშინელება. რამ გაგამწარათ და რამ გაგაგიჟათ ამ თურქულ სერიალს. ესე იგი როგორი უგემოვნო სერიალია. ვინ მოიგონა ამ სერიალის ყიდვა, ან ჩამოტანა, ან რა მსახიობები თამაშობენ, ან როგორი შეფასებები აქვთ. ანუ გავგიჟდი, რა უბედურებაა ხალხო. რა უბედურება. რატო ყველა არ არის ეგეთი ცუდი. არ არის ეგეთი ცუდი ყველა. ამას შეხედე. მაგდა არ შეგიძლია ხო ცხოვრება თურქული სერიალის გარეშე, აი როგორც სიტყვია შემჯდარი ხარ ხო თურქულ სერიალზე და რა მოგწონს? ხო, რა მოგწონს? ეპიზოდი მაგალითად აზადი და სელა გარეთ რო გადიე და აზადი რო ეუნება რომ არ გავიდეთ მოკლავენ გარეთო და სელა რო ეუნება კარგიო თუ სიკვდილია ერთად მოვყდე თუ არ არის პრობლემა. აზადი და სელა. მერე მამას რო ეუნება სელა რო გადავაშავეთო ამისთანაო. რა შეუნება? გადავაშავეთო ამისთანაო რომ ბოლოს და ბოლოს სიყვარული არ შეიძლება რომ ჩვენთვისაც იყოსო. არაფერს არ ვაშავებთო ჩვენ ერთმანეთისთვის ვართო შექმნილებიო. ეს არის მაგარი ხო? კარგი რა, აღარ მაინტერესებს რა. აღარ მაინტერესებს. ნუ თუ ასეთი ბოლო აქვს სიყვარულსო. კარგი ხო, მივალ სახში და გადავახვევ რა. ნუ თუ ასეთი ბოლო აქვს სიყვარულს. აზადი და სელა. შეგეცილება აბა შელიყო იქ.
სალამე სახში მივალ და თურქულ სერიალს გავახო. მართლა მიყვირს, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. ზურფასო მეგობრებო, მე ახალი ტრადიცია მაქვს წინა საარჩევნო პერიოდში, ჩემი გადაცემის საეთერო დროს ვყიდი 5 წუთს საპრეზიდენტო კანდიდატებზე. პირველ გადაცემაში უფასოდ გავაკეთე მხარდამჭერი აქცია შალვა ნათელაშვილის, შემდეგ 7 ლარად კობა დავითაშვილმა იყიდა ჩემი საეთერო დრო და დღევანდელ გადაცემაში მე ვიქნები გიორგი თარგამაძის მხარდამჭერი. მოგესალმებით. გიორგი თარგამაძე. თითქმის ყველა პოლიტიკაში მოხვდა მოქალაქეთა კავშირიდან, ის არა, ის მოხვდა აღორძინებიდან. მისი დევიზია ტრადიციებით ევროპაში, ანუ ყანწებით ბერლინში, წვადებით პარიზში და შალახოთი ლასკალაში. არ გინდოდათ გაზი 10 თეთრი, დენი 5 თეთრი და წყალი უფასო? კი ბატონო, ავირჩიოთ გიორგი თარგამაძე და იყოს გაზი 100 დოლარი, დენი 50 დოლარი და წყალი საერთოდ არ იყოს. მას ყველაზე უკეთ შეუძლია თან იყოს ოპოზიციაში, თან არ იყოს. მხოლოდ ასეთი კაცის პრეზიდენტობისას თუ შევძლებთ რომ თან ვიყოთ ნატოში, თან არ ვიყოთ. მამიეცით გიორგი თარგამაძეს. სხვა ცნობილ თარგამაძეებში რომ არ აგერიოთ, მე გეტყვით, რომ გიორგი თარგამაძეს უფრო მეტი თმა აქვს თავზე ვიდრე კახა თარგამაძეს. გიორგი თარგამაძეს უფრო დიდი პირი აქვს ვიდრე გივი თარგამაძეს. და ბოლოს, ჩემი გამოსვლა მე მინდა დავასრულო ლექსით. კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე, ბიულეტენში შემოხაზე შენ გიორგი თარგამაძე. გავაგრძელოთ გადაცემა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ. კარგად იცი ანგარიში ჩემო ზურიკელა. როგორ არა, თელს ჩვენს კლასში მევჯობი ვარ ყველას. თქვათ გვაქვს 5 ფორთოხალი, დაგიმატეს 3. აბა მითხარ რამდენია ამ რიცხვების ჯამი. ჩვენ ვაშლებზე ვანგარიშობთ, გერასიმეძია. ფორთოხლებზე ანგარიში ჯერ არ გვისწავლი. რუბრიკის სტუმარია საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე. გხოთ. მე მინდა გითხრათ რომ ჩემმა მეზობელმა დამაბარა მოკითხვა, რომელსაც 4 შვილი ყავს და 4-ვე მოსწავლეა საშუალო სკოლის და რომ მივიდნენ წელს სკოლაში და დახვდათ უფასო, ასე ვთქვათ, სახელმძღვანელოები, ის ფული რაც მას უნდა დაეხარჯა სახელმძღვანელოებში გადაიხადა აი ამ თაიგულში, რომელიც გამომატანა თქვენთან. როგორი დახვედრა ვიცი თქვი? გადასარევი, რომ ცოდნო და უფრო მალე მოვიდოდი. რატომ? აი ასე მოდი. არ დამიძახეთ. ძალიან გთხოვ. დაგიძახეთ, მაგრამ არ გეცალათ. ეს უფასო სახელმძღვანელოები თქვენი დამსახურებაა თუ წინა მინისტრის? ამ პროექტის ავტორი და სულის ჩამდგმელი გახლავთ
ბატონი გიორგი მარგველაშვილი. მაგრამ ბრინჯი და გრეჩიხა გავარჩიე მე. აჰა. თქვენ ანუ ასე ისხედავთ? ასე გავარჩიე. მარგველაშვილი მოვიდო და ასე ბრინჯი, ვერმიშელი, ციციბურა, ასე და ანუ თქვენ ხართ მინისტრი კი არა, თქვენ ხართ განათლების სისტემის კონკია. კო, დამეთან ხმა. მიყვარს ასეთი მინისტრები მე, რომლებიც ასე უცებ მეთახვებიან ხოლმე. კარგი, ახლა მე თქვენგან ველი ბოდიშს. რა თემაზე? ხო, კარგად დავიწყე. ისე რა თემაზე? არა. ისე რა არა, კარგად დავიწყე თაიგულით. მე მეგონა შეკითხვა. ხო და ეს მეორე არ მოგეწონათ, ხო? ხო? ბოდიში ჯერჯერობით. თქვენგან. რა, ბოდიში, ანუ ჯერ თქვა და მე გადაწყვეტ თქვენ მოიხადოთ თუ არა ბოდიში, კი ბატონო. კი ბატონო, ეს დამავიწყდა, რომ არ მithქვავს რატო. რა დაგასვა, ეს თქვენი სკოლების მოწაფეები რომ რეკავენ, აქ ბომბია, იქ ბომბია, იქ ბომბია, აქ ბომბია, რაღაცა ბოლო-ბოლო ევროპელი ქალბატონი ბრძანდებით, შეშფოთება მაინც გამოთქვით. ან ბრიფინგი მოაწყეთ. ან არ ვიცი. გულზე ხელი დაიდეთ და მითხარი რომ შენ არასდროს არ დაგირეკი 112-ში. ერთი წუთი. მე დექსტრაკარდია მაქვს, ამიტომ ეს დექსტრაკარდია არის, იცით ხო? კი, ბენც ყველა სამედიცინო აქ დამთავრებული. ასე. გულზე ხელი დაიდეთ, აქ ხედავ 112. არ დაგირეკიეთ. ქალბატონო თამარ, მაპატიეთ. ხო შეიძლება რომ ჩაგეძიოთ. აი მაპატიეთო მომეწონა. მე რომ ჩაგეძიოთ. ჩამეძი. და რო დავაკონკრეტო, რას გულისხმობთ თქვენ. გულახდილად მითხარი 112-ში არ დაგირეკავს თქვენ, ამითი გულისხმობთ რომ მე ასაკში ვარ და გულის შეტევები მაქვს ხშირად თუ რომ მეც ცრუ ტერორისტი და ხულიგანი ვარ. უბრალოდ არ მინდა რომ ბოდიში მომახდებინო იმისათვის რაც თქვენ პირადად გაქვთ ჩადენილი. უფრო სწორად შეიძლება ჩაიდეთ. მე უბრალოდ გითხეთ, ჩაგიდენიათ თუ არა ასეთი. აი გეფიცებით ყველაფერს. გეფიცებით ჩემ დამრიგებელს ყველა სკოლაში. მე არასდროს 112-ში არ დამირეკავ, 03-ში კი ბატონო. რა ვიცი, დავფიქრდებოდი მაინც თქვენ ადგილას, მაგრამ რადგან ესეა? ანუ ეს იმას ამბობს, ხო, ნახე, ნანახი აქ. აი მინისტრები მე მიყურებ, სად არის? როგორ არ დამირეკავს, ნახე სადამო მიგორდა ეს. დარეკეთ მაინც, დარეკეთ. დავრეკე, ვალიკო მაჩაბელის სახელით. ყველა არა, კარგი ხო, კარგი, ნუ მომიხდით ბოდიშს. ნუ მომიხდით ბოდიშს, მაგრამ მაინც მომიხდით ბოდიშს. რატო ვერ დავამთავრე მე სკოლა ოქროს მედალზე? ხო, ამაზე ბოდიში. ამაზე ბოდიში. კარგი. ქალბატონ თამარ, მართლა, აი ეს მედლების ინსტიტუტი. ახლა თქვენ გახსოვთ თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით ჩემგან განსხვავებით, იმიტომ რომ აქ არავინ არ არის ჩვენი ასაკის, მე მახსოვს მე და გუფი როგორ ზეიმობდით სტალინგრადის აღებას. აიღეთ? კი, ავიღეთ იქით ამ მხრიდან. იქიდან მე ვარშავა, მე იყო ბერლინი და რა დათვლით ბერლინში დავრჩით და იმის მერე ვართ ნაბახუსები. ახლა რა მინდა ვთქვა? ეს მედლების ინსტიტუტი სწორი იყო როგორ გონიათ თქვენ და დაუშვათ დღეს რატო არ არის? თქვენ გითხრათ რომ არ არის. არის? ბოდიში ეს გადამცდა. მედლებით ვაჯილდოვებთ დღესაც წარჩინებულ მოსწავლეებს. ვაჯილდოვებთ არა. ოქროს მედალი, ვერცხლის მედალი. ვერცხლის მედლით, ოქროს მედლით შესაბამისად. ვერ გავტეხე რა. ჩემ დროს როგორ იყო, იცი? რომ თუ აიღებდი ოქროს მედალს, აბარებდი ერთ მისაღებ გამოცდას. და თუ ჩააბარებდი ხუთიანზე, ანუ მამა თუ მაგარი ტიპი ყავდა. რა დრო იყო? მამა თუ მაგარი ტიპი არ ყავდა, ოქროს მედალს ვინ მოგცემდა? ვინ მოგცემდა? აი უსეინ ბოლტი, მორბენალი. სულ ოქროს მედლები აქვს. მამამისი ყოფილა მაგარი კაცი. ძალიან მაგარი კაცი ყოფილა. აი ზოგადად თქვენ როგორ გონიათ, როგორი თაობა მოდის? ძალიან ნათელი. ძალიან თანამედროვე. განსხვავებით? არა, ისე მიყურებთ. სტალინგრადი უნდა გეთქვათ, რომ განსხვავებით შენგანოდა. კი ბატონო, თქვით, მე არ მეწყინება. არა, რატო რაღაც სინათლე თქვენშიც არის.
ბნელ ოთახს გავანათებ. დიდი მადლობა. თქვენ თვითონ როგორი მოსწავლე იყავით? ეხლა გიანია და ბავშვები ტელევიზორს არ უყურებენ, ხო? ბავშვები 10 საათზე იძინებენ. კარგი. საინტერესო ბავშვი ვიყავი და საინტერესო მოსწავლე. და რატო გააღვიძეთ მშობლებო ბავშვები? აი დავიჯერო თქვენ შპარგალკა ეგრეთ წოდებული შპარგალკა არ ქონიათ არასდროს. ეგრეთ წოდებულ შატალოზე არ წასულხართ არასდროს და ეხლა დავიჯერო რომ თამარ სანიკიძეს ხუთიანის გარდა 6-იან სარგულის ხო არ მიუღია ნიშანი? თქვენ დროს ხო კიდე ხუთიანები იყო? კი. კი. ანუ თქვენც ისეთი თაობა ხართ, ხო? რა შემატყვეთ ესეთის რო ან სამი არ მიმიღია, ან შატალოზე არ ყოფილა, ან შპარგალკა არ მქონია. მეტყობა რა? არაფერი არ გეტყობათ. თქვენ იყავით ტანმოვარჯიშე. დიახ. ხო იყავით ტანმოვარჯიშე? ვიყავი. მოგიგიათ რამე ტურნირი? რაღაც გარკვეული. მაგალითად, ბოდიში მხატვრული იყო თუ მხატვრული ტანმოვარჯიშე. სპორტული? მხატვრული ტანმოვარჯიშე. მხატვრული ეს არის ხო? არაჩვეულებრივი სპორტი. რა თქმა ეს არის მხატვრული. თქვენ არიცით, მხატვრული არის, ერთი წუთი რა. მხატვრული არის ასე. მე ბურთს ააგდებ. შეციყავი ტანმოვარჯიშე. მეც ვიყავი და ის იმითი რომ რა ქვია იმას ხულახუპი, ხო? თუ რა ქვია? სახტუნაო. სახტუნაო და რა გაქვთ მოგებული? ხო შეგიძლიათ რამე უცებ აქ? რომ ცოდნოდა რომ ამას შემეკითხებოდით ან ეს საკითხი დადგოთ და მოვემზადებოდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია არ მივარჯიშია და ხიდი შეგიძლიათ გააკეთოთ. ფიასკოთი რომ არ დამთავრდეს. ხიდი. რა თქმა უნდა შემიძლია, მაგრამ ცოტა მომზადება ეხა მჭირდება. კარგი, როდის გააკეთებთ ხიდს? მოდი შემდეგი გადაცემისთვის დავგეგმოთ. შემდეგ კვირას რო იქნება ის გადაცემა თუ შემდეგი თქვენი სტუმრობის გადაცემა? შემდეგი ჩემი სტუმრობისა. კი ბატონო. აი ნახე როგორი დამყოლი ვარ მე. არაფერი. უბრალოდ მომავალ წელს ჩემი შუათანა ბიჭი ამთავრებს და ცოტა წესიერად. კარგი. ესე იგი, რა სიახლეებია სამინისტროში? თქვენზე ამბობენ რომ ძალიან მკაცრი მინისტრიაო. რასაც მე არ ვეთანხმები. მაგრამ ნუ თანამშრომლებმა უფრო იციან. ჩემთვის ესეთი არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ ცოტა სიმკაცრე ალბათ საჭიროა. არ გეუნებიან ასე პირდაპირ. მოდიან ჩემთან. იმიტომ რომ მკაცრი ვარ, ხო? ხო. მოდიან ჩემთან და ამბობენ რომ ეს თამარ სანიკიძე, ეს მარგველაშვილი ბულკივით ბიჭი იყო. ეს თამარ სანიკიძე მოვიდა, ეხა ყველაფერს ხო არ ვიტყვი. დიახ. რა კაცი ხართ? არ ვიცი რადგან ესე ამბობენ, ალბათ ვარ. ალბათ ხართ. რა სიახლეებია მითხარით სამინისტროში? ძალიან ბევრი სიახლეა. ბოლო პერიოდის სწავლა სანამ დაიწყებოდა, სულ ამაზე ვსაუბრობდი და ვერცეც ვერ მოусმინეთ. აჰა. გასაგები. ბევრი სიახლეა. კი ბატონო. ძალიან დიდი მოთხოვნაა თურქულ ენაზე. საქართველოში. რა პრობლემაა? ძალიან დიდი. არა, მე გეტყვით ამას, რატო ვამბობ და მე ერთად გადავწყვიტოთ თურქული ენა თუ იქნება აუცილებელი საგანი, ბავშვი, ისე კი არა არჩევითი უცხო ენა, არამედ აუცილებელი საგანი, როგორც არის ქართული ლიტერატურა. იმიტომ რომ ამ თურქულ სერიალებს ხალხი ვერ ელოდება სერიიდან სერიას, უნდათ რომ გამოიწერონ და ყველაფერს ერთად უყურონ. თურქულ სერიალს და ხო არ გიფიქრიათ რომ თურქული ენა შეიტანოთ დაუშვათ აუცილებელ საგნად. არა მგონია რომ მაგის საჭიროება იყოს. ესე პორტუგალიური ხო ვისწავლეთ ამას წინათ, კაცო. ბრაზილიური სერიალები. პრონტო, პორკე? კი, როგორ არა. კი. და ანუ თვითონ ისწავლის ხალხი. თვითონ ისწავლიან, რა თქმა უნდა. იცით რატო? იმიტომ რომ ისეთი დრო დადგა, რომ აი ადამიანი დაუშვათ ქართველი კაცი რომ მოეწყოს სამსახურში, უნდა იცოდეს კარგად კომპიუტერი და ინგლისური. და ქართველმა კაცმა კარგად რო დაისვენოს სახში, უნდა იცოდეს კომპიუტერი და თურქული. არ მეთანხმებით? შეიძლება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ეს თურქული სერიალები და შეიძლება ამენი სწავლა ძალიან მარტივად. ანუ სერიალს უყუროთ, დავიჭიროთ დიქშინერი თურქულად არ არის. არ არის საჭირო, ისედაც ხომ თარგმნილი. გუფი გამახსენე როგორ არის დიქშინერი თურქულად? არ უყურებ სერიალებს და ვერ ისწავლეთ ენას შესაბამისად. დიქტარ өлü. აი მეორე. დიქტარ өлü. өлü. ყოჩა, დიქტარ өлü. დაიჭირე ოქულ დეფტერი არის, ხო? ეგ არის. აი გამახსენდა. დიქტარ өлü. დაიჭირე ოქულ დეფტერი. ოქულ არის სკოლა, დეფტერი არის რვეული. აბა რა ღირსი ხარ შენ სავაშტრო უყურო, კი ბატონო.
კარგი, ამას დავანებოთ თავი. ეს სხვათა შორის იმ დღეს გავაგზავნე ჩემი მობილური ჯგუფი ქალაქში. ქალაქ თბილისში. ჯერჯერობით სხვა ქალაქებს ვერ ვფარავთ ჩვენ. და ჩავწერეთ რამდენიმე ახალგაზრდა. თქვენი ახსაზრდელი სხვათა შორის განათლების სამინისტრო რო იქნება პასუხისმგებელი 10 წლის მერე რო გამოვლენ და ან კარგ სიტყვიან და იამაყებთ, ან სისულელეს რო იყვიან და შეგწყვეტათ. მივაგზავნე უნივერსიტეტის ეზოში, სადაც საშუალოზე ცოტა მაღალი განათლების ახალგაზრდები დადიან ხოლმე. რომელი უნივერსიტეტის? არ დავაკონკრეტებ მაინც რომ არ ეწყინოს ვინმეს. ყოველ შემთხვევაში აკრედიტაცია თქვენი გაცემულია. აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. ნატურლიხ. კი ბატონო. ახ მე ხაზი გაუსვი, რომ გერმანულსაც ვფლობ. და დაუსვით რამდენიმე შეკითხვა. ახლა მე მინდა რომ ხო? გაუშვათ. თუ იცი თბილისის რომელ უბანში მდებარეობს სტრასბურგის სასამართლო? საბურთალოზე, ნახალოკაში თუ დიდიღომში? საბურთალოზე. სტრასბურგის სასამართლო, ეგ არის ლოტკინზე აი. ლოტკინს კი. საბურთალოზე არის. სტრასბურგის სასამართლო თბილისში არ მდებარეობს, ნამდვილად ვიცი ეს. მართალია. ისე სტრასბურგის სასამართლო რო თბილისში იყოს, გაიხარებდა შალვა ნათელაშვილი. ბილეთის ფულს მაინც დაზოგავდა. ახლა, ქალბატონო თამარ, კარგი გონოთ რომ ამით თავდება. ჩვენ დავსვით შეკითხვა. არ გაინტერესებთ თქვენზე რა იციან ახალგაზრდებმა? ნახოთ. ნახოთ. თუ იცით ვინ არის თამარ სანიკიძე? გუბას სანიკიძის ქალიშვილი, განათლების მინისტრი თუ ოლიმპიური ჩემპიონი მშვილოსნობაში. გუბას სანიკიძის შვილი ალბათ. მინისტრი რო არ არის, ვიცი ალბათ. განათლების მინისტრი არ არის. იმიტომ რომ მარგველაშვილი განათლების მინისტრი. გუბას სანიკიძის ქალიშვილი? რავი, ალბათ ოლიმპიური ჩემპიონი. ეს არის განათლების მინისტრი, გუბას სანიკიძის ქალიშვილი თუ ოლიმპიური ჩემპიონი მშვილოსნობაში. მე რა ვიცი. სანიკიძე განათლების მინისტრია, ვარი ახლა გამოვხსენე. I don't know about Georgia. დროს ყვილად არ კარგავთ მოკლედ. არა, ყველაზე ლოგიკური პასუხი ხა იმ ახალგაზრდას არ გულისხმობ, რომელმაც თქვა, რომ განათლების მინისტრიაო, მაგრამ ის ახლა I don't know about Georgia. აი ეს იყო ყველაზე მაგარი. მას არ აინტერესებს ვინ არის საქართველოში განათლების მინისტრი, მაგრამ მე აუხსნა ჩემმა მობილურმა ჯგუფმა, რომ განათლების მინისტრი არის ქალბატონი თამარ სანიკიძე. ეს ხა რა მინდა თქვა, თქვენ მუშაობდით ჯიპაში. დიახ. როცა იქ რექტორი იყო გიორგი მარგველაშვილი. შემდეგ გიორგი მარგველაშვილი გახდა განათლების მინისტრი, თქვენ წაგიყვანათ მოადგილეთ. ახლა გადავიდა, ჯერ არ გადასულა, მაგრამ არ ვიცი. წინასწარ არ ვიტყვი არაფერს, მერე დამიწყებე და აი ტადიშვილმა თქვა თავის შოუში და იმიტომ გახდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ამას არ ვიტყვი, აი პრეზიდენტი რო გახდეს. აი მის შემდეგ თქვენ რა პოსტს ითხოვთ? ვიცე-პრეზიდენტი ჩვენ კონსტიტუციით არ გვყავს. პრემიერი სულ სხვა პიროვნება გახდება. დაკავებულია. ხო, აი რა პოსტს ითხოვთ მარგველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში? ალბათ ცოტა ხანი გადავალ მე ოპოზიციაში. სანამ ვაკანტური გახდება პრეზიდენტის ადგილი. და ასე ვიმოქმედ. ჩაიწერეთ ეს? ოპოზიციაში თქვენ გადავალთ? აბა ოპოზიცია. ქალბატონო თამარ, თქვენ როგორ გონიათ? მაუნც სიმართლე მითხარით. მე არ ვიქნები სერგიენკოზე კარგი ჯანდაცვის მინისტრი? იცი რა, მე მახსოვს ადრე უნივერსიტეტის რექტორობა გინდოდათ და ეხლა წინ წავიწიეთ? სამედიცინო უნივერსიტეტის მე მახსოვს. წინ გახსოვთ თქვენ ეს. ეხლა რაღაცა ახალია ეს. მაპატიეთ, მაშინ მთვრალი ვიყავი. მართლა. მე გამახსენდა ეს სათქვი, მაგრამ ეს ნაკლებად ვერ წარმომედგინა თუ თქვენ ამას დაიმახსოვრებდით. ამიტომ აი აკონტროლე გუფი თავი. როგორია რომ რაღაცას ამბობ, აღარ მინდა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორობა, ვინც არის ის იყოს არაჩვეულებრივი ადამიანია, სერგიენკოც არაჩვეულებრივი ადამიანია, სერგიენკო რო გაუშვათ სამედიცინო უნივერსიტეტში და მე
სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს რა უყოთ? სერგიენკო პრორექტორად. და ჩამოვაქვეიტო. ჩამოვა ლაბორანტო. ჩამოვა ლაბორანტოთ და მე ჯანდაცვა. ხო გინდათ რომ ეს ხელისუფლება და ეს მთავრობა იყოს წარმატებული. ხო გინდათ რომ გუფის კონდეს უფასო ჯანდაცვა. ხო აქვს ისედაც. არა. ვერ მოხვდა სქემაში. გუფის ექნება უფასო ჯანდაცვა მაშინ, როცა მე ვიქნები ჯანდაცვის მინისტრი. ვერანაირ სქემაში ვერ მოხვდა. არც შეძლებულია, არც უმწეოა, ერთი ლოთი დრამერია. რომელიც არანაირ კანონში არ ჯდება. ნუ დრამერი ეს ახლა კიდე ამერიკაში, ლოთი მედოლე რა. ხოდა. დამსახურებული მასწავლებლის წოდება კიდე არსებობს? დაახლოებით. დაახლოებით. თქვენი პედაგოგებიდან ყველაზე ძალიან ვინ გახსოვთ? დღეს დავაჯილდოვეთ სხვათა შორის. თქვენი პედაგოგი? პედაგოგი, არა, ჩემი პედაგოგი არა, სწორედ ამაგდარი ქვია ჩვენ ჯილდოს, რომელსაც ამაგდარი. დღეს დავაჯილდოვეთ ორი პედაგოგი, რომელიც არიან აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგები. და მათი დამსახურებისთვის და ღვაწლისთვის ჩვენი მომავალი თაობის აღზრდაში. კარგი. ქალბატონ თამარ, მე მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რომ გამონახეთ დრო. მოხვედით ჩვენთან გადაცემაში. ძალიან დიდი ხანია ჩვენ გვინდა რომ იყოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ერთხელ თქვენ თქვით უარი, ერთხელ დაგირეკეთ და ჯერ არ იყავით მინისტრი და მოადგილე იყავით და ამიტომ გადავდეთ. გასაგებია. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენ დღეს იყავით ჩვენი სტუმარი. როგორი ვიყავით? ცეცხლი. ცეცხლი. თამარ სანიკიძე. დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ აბა წელს დათო ფოჩხიძის რომელი აღსაზრდელი გახდება ახალი ქართული ხმა. და ჩვენ მოვიწვიეთ რა თქმა უნდა ამ რუბრიკაში ახალი ხმის წამყვანები ანა იმედაშვილი, დიმა ტატიშვილი და ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, გამორჩეული მწვრთნელი დათო ფოჩხიძე, გთხოვთ. ის ეს სადაური წესია ეს ულამაზესი გოგო რო გადასვით იქით და შენ და ფოჩხიძე რო დამიჯექით აქ ეს რა წესია მითხრა ქართული წესი მისი მეუღლე აქ არ არის ამიტომ აჰა გასაგები შენ ვიცავ დისტანცია მოკლედ მეგობრებო მე გეტყვით რომ ესე იგი ახალ ხმას წაიყვანენ დიმა ტატიშვილი და ნუ ანა იმედაშვილი არ გვიგვირს იმიტომ რომ მას მიყავდა პირველი სეზონი ეს უფროსების ახალ ხმაზეა საუბარი დიდების ახალ ხმაზეა საუბარი და ნუ ერთ-ერთი მწვრთნელი იქნება რა ვიცი წელსაც მოიგებ? ნახოთ. არ გერჩიან სხვა მწვრთნელები? კი. ძალიან. როგორ გერჩიან? ძალიან. მაგალითად, რაღაცებს მიპირებ. ჯერჯერობით მხოლოდ მოკლას. მოკლას არ უშავს, არ გეუბნებიან რომ არ მინდა ეხლა თქვა რაღაცებს გეუბნებიან? კი, მეუბნები. რას გეუბნები? ყველაფერს მეუბნები. შენ რისით ხმაც არ გინდა იმ ყველაფერს მეუბნები. მე ერთ რამეს ვიტყვი ხო შეიძლება ანაზე რომ სულ ახლა ხანს დედა გახდა. კი. და მე მინდა რომ მივუოცოთ და თან ისიც აღნიშნოთ რომ როგორ გამოიყურება. ხო, ნუ არანაირად არ შეცვლილა და ულამაზესი წამყვანი ეყოლება. გალამაზდა. კიდე უფრო მეტად გალამაზდა ვიდრე აქამდე. ხალხს დედობა უხდება ყოველთვის. ტატიშვილებმა ვილაპარაკოთ მარტო. მოდი გენაცვალე. ხალხს უხდება დედობა. ხალხს უხდება დედობა. გენაცვალე შენ. კაცმადლობა და გავაგზავნე. ულამაზესი გოგოა მიუხედავად იმისა რომ ტატიშვილი არ არის. აქტაში უნდოდა. უნატო არავინ არ არის ოთარ. ხო, რა თქმა უნდა. ეხლა ასეთი ლამაზი გოგო თან რო ტატიშვილი იყოს, გული გამისხდებოდა. მოკლედ გილოცავთ, ახალი სეზონი იწყება, ძალიან რეიტინგული, ძალიან საინტერესო შოუ, რასაც ქვია ახალი ხმა.
მე მიხარია რომ ანა შენ ბრუნდები სცენაზე და მიხარია რომ ამ კაცს მოუფრთხილდი ძალიან გთხოვ რა ეს უდიდესი გვარის წარმომადგენელია და რომ მიხედოს ამ ადამიანმა ამ საქმეს კარგად ეჭვიც არ მეპარება რომ ყველაფერი კარგად იქნება და ნუ დათო ფორჩხიძე ერთ-ერთი მწვრთნელი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი იმიტომ რომ ამის შეგირდები ძირითადად იმარჯვებენ მე ხوار გინდა რომ მეც მასწავლო სიმღერა მინდა მე ვიცი სიმღერა და გამოცადო არ თუ არა ეგეთი ძლიერი ინდური ტური იქნება? იქნება, შენ რასაც ისურვებ ყველა. მე მღერი ინდურ სიმღერას. გაგაგაგარიგა, ოგარიგარე, ანა ჯურმუკე, ეტა სავაჰე, მანი მენეკაპი, სამბანდო ტოიე ზუმა, სინა ეტა ჯანაოკა, ბანასეტა განაოკა, ვარნაბა სარჯერ ჰამა, ჯეტადაკა. მასტე ღარადი უჩეპარო ჰოგა ჯოჰოგა იუნადარო გაგაგარიგა ოგარიგარე და ჯურმუკე ჰანდანადარე შეკეფაზე ხო არა გახალი ძმაო ძიმა მადლობა. ახლა ყველას დაგაინტერესათ. Песня поется. ეს ძიმა უნდა გახსოვდეს. Хороша. Кто хороша? Гуфи. Давай Так хороша наша поляна. Наша поляна, и я буду тебя ждать у храма Чандры. ასეთი რაღაც არსებობს. Кай, давай ნებოთ. გული ამოვარდა, ანა ილაპარაკე ცოტა ხარ. რაზე ვილაპარაკო? კარგი, ახლა რაზე ვილაპარაკოთ მე და შენ ხარ პირველად ჩემთან შოუში. რასაც ვერ ვიტყვი ზოგიერთ ელემენტებზე. ესე იგი დათო ფორჩხიძე არის უთავმოყარეო კაცი. იმიტომ რომ რამდენჯერაც დაუძახე, იმდენჯერ მოვიდა. ხო შეიძლება ერთხელ თქვას რომ ამცალი არა, ამას უკვე ძმაკაცობა და მეგობრობა აღარ ქვია. მაგრამ მეორე მხრიდან უნდა შეხედე, იქ უბრალოდ ძალიან ზრდილობიანია. მეორე მხრიდან შენ შეხედე დათო ფორჩხიძეს. მე საიდანაც საჭიროა იქიდან უყურე. კარგი. შენ უყურე ცუდი მხრიდან ხარ. ესე იგი, ის კარგად გამომივიდა. ესე იგი, რა მინდა თქვა რომ ისე ხშირად იყო ჩემი დათო რომ მე მინდა დღეს ოფიციალურად ღამის შოუში ოთარ ტატიშვილთან ერთად გავხსნა დათო ფორჩხიძის კუთხე ამ შოუში. აი კუთხეს ვედა? კუთხეს ხო? არა, ეს კუთხე არა. ბლაგვი კუთხე. მე მომწონს. როგორი ბლაგვია, როგორიც ბლაგვიც თვითონ არის, ისე ყველაფერს ნუ მათქმევინებთ და ძიმასაც ნუ მათქმევინებთ, იმიტომ რომ ეს სხვა მხრიდან უყურებს თუ. ესე იგი, ეს რაც შეეხება, ნახე როგორ. ნახე, ახალი საქსაფონისტია და ტირის უკვე. ხო, ძალიან კარგად ეს გამოაჩინეთ რა, გიორგი, ძალიან გთხოვ. გამოჩენილია უკვე რომ მაყურებელმა დაინახოს რომ დათო ფორჩხიძის კუთხე მაქვს. ის ქვემოთ ის რო აქ ის უხდება ძალიან ეს. რა უხდება? ეს რა არის თქვენ ენაზე? ის რაღაცა. კი ბატონო, შენ არი ნერვიული? არა რაღაც. შენც ბევრჯერ ხარ ჩემთან ნამყოფი. უბრალოდ ეს მე გაიხსნება. უბრალოდ იმდენჯერ არ ხარ ნამყოფი რომ ამის ღირსი ჯერ არ ვარ. შემდეგში რომ მოხვალ, უკვე დაგეგმილია, ჩვენ უკვე ვმუშაობთ. აი აქ რო შემოხვალ, იქნება დიმიტრი ტატიშვილის სახელობის წყარო. წყარო? ასე შემოხვალ. ვიპყურებ ესე. ვიპყურებ და იფყურებ. ვიპყურებ. და შემოხვალ. თმასაც დავაკეთე. ახლა რო გითხრა, ვაიდე და ულვაშები როგორ გიხდებაო, არ ვიცი მართლა. ეთქობა შენ ამჯერად მე მიყურებ სხვა მხრიდან ეთქობა. როგორ იცით ეს დატრიალება და ეს მისმები. კარგი, ანუ შენ რა სიტყვი? მე იმის თქმა მინდა რომ პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ აქ მოვედი პირველად, მაგრამ მაინც რომ ჩავიფიქრე. და ძალიან მიხარია რომ ძიმა არის ჩემი პარტნიორი. რა თქმა უნდა, გენაცვალე.
მხოლოდ მაგითო მანა? და მეტი არაფერი არ აქვს საქმელი. როგორ გაატარე ზაფხული ანა? გადასარევად. ამომწურავი პასუხი ასული. ნიშობი არა. მე ზაფხული გავატარე გადასარევად. რა ხნის არის ბავშვი? ბავშვი არის 2 თვის. სახელი? პეტრე. პეტრე. აუმარჯოს პეტრე. აუმარჯოს პეტრე. და შენ როგორ გაატარე ზაფხული? მე გადასარევად ისე წინა მოსვლის შემდეგ თმა კიდე გაგწვიდა. კი, სად კონდა გასაწვენი თმა, მაგრამ ხნა გინდა ხნა. სხვანაირად იყურება მართლა მე მგონი. მე მგონი მართლა სხვა კუთხიდან მიყურებს ეს კაცი. ხო, მე საჩი ამჩნია შარსან ჩემი თმა არ ვიცი. შარშე სად ხონდა თმა ესე. კარგად გავატარე, მე მგონი აქ დავამთავროთ, თორე შევალთ ლაბირინთში, საიდანაც ვერ გამოვალთ. დიახ. ნუ კარგად გავატარე, მოვემზადე ფსიქოლოგიურად, განვეწყე და მინდა რომ კიდევ ერთხელ კარგად გამოვიდე ამ შოუში. გადააკეთა. სასწაული იუმორი გზნობა გაქვს, დიმა. ესევე დათოს არ ვიცი, შეიძლება თვითონ იცის კიდევ ազდეუბნებიან, მაგრამ აი გულშემატკივრებს როცა ვეკითხავდით, აი თქვა კონკურსანტი როცა მღერის, აი ამ დროს ვეკითხავთ, აი ვისთან უნდა და უმეტესობა ხა სხვა მწვრთნელებს მოეწყინებათ, მაგრამ უმეტესობა გვეუბნებოდა, რომ დათოსთან გვინდა. მართლა. ცოტა ისეთი მკვდარი ტაში იყო. ფეხზე ადგა, ცოტა გამოცოცხლდა, მაგრამ თლათ ისეთი არ იყო. შენ სხვებზე უნდა. ასე რომ, აბა, დათო ფოჩქიძე, როგორ გვიყვარს ხალხო? დიდი მადლობა. შენ როგორც ყველა ტატიშვილი ალბათ ვერსალში ისვენებდი? ხო, მაგრამ აი რაღაცა როგორ ხო ხედავ როგორი თეთრი ვარ არა ეს ასე ვთქვათ არისტოკრატული თბილისური რუჯი მაქვს ეს არისტოკრატული ფერი გვაქვს ფერმკრთალი კი იმიტომ რომ სულ თბილისში ვიყავი და ერთი-ორჯერ თუ მოვახერხე მეგობართან საგარეჯოში გაძრო ერთი-ორჯერ თუ მოვახერხე მეგობართან საგარეჯოში გაძრო და დალევა მე ვისვენებდი ძალიან მაგარ ადგილას ანა ესენი ვერ მიხვდებიან მაგარ ადგილზე ვიყავი აი წარმოიდგინე ქალაქის ცოტა ესეთი გარეუბანი იყო, სადაც ვისვენებდი. სუფთა ჰაერი, გამწვანებული ეზო, სიმყუდროვე, რამდენიმე ესეთი ისტორიული შენობა. მოკლედ, მაგარი ადგილია ეს არამიანცი რა. აი, ყველას თავისი არამიანცი აქვს ნათქვამი. მე ჩემ არამიანში ვიყავი ეგრე. ყველას თავის ისე როგორი ლოგიკურია, რომ იმედის არღზე შოუ მიყავს იმედაშვილს. კი. არის ამას. მე რა ტატიშვილი არ ვარ, მაგრამ იმედზე ხა სამაგერო. არის ამაში რაღაც საკრალური ჩემო ოთარ. რაღაცა საკრალური არის. კარგი, ახლა შენ ვეღარ კითხე და აი როგორ მოახერხებ აი ამ სერიალშიც ყოფნას, ასეთი მეგა შოუს წაყვანას და მე მითხეს რომ მოახერხებო. გითხრას. ხო, დროის მიხედვით. გითხრეს თუ ხელფასი მოგეწონა და შენ ვიხარი შენ თავს. არა, მე უთხარი ხალხო, მე მოვასწრებთ, ხო? ამ ორივე ინსტანციის მესვეურთ. მოასწრებთო ბატონო დიმიტრიო და მეც ვასწრებ მე მგონი. ისე კი, აქეთ გადართვა ცოტა რთულია. კი, გეთახმები. ახლა რა შეასაქმე? მაინც ასაკოვანი კაცია და რო არ შეეძინოს, დათოს ვკითხავ კიდე. დათო, სხვათა შორის, რაც ასაკში შედიხარ, ემსგავსები მაჰათმა განდის. იმიტომ იმღერე წეღან ის შეფარული ის იყო. აი რა ასაკში შედის ეს ფოტოები რომ აქვს და ფილმიც რომ აქვს ნანახი არაჩვეულები მაჰათმა რო დაგიძახო ხო არ გეწყინება შენგან აღარაფერი არ მეწყინება კარგი ჩემო მაჰათმა მითხარი წვრთნელები კიდე ვინ იქნებიან
მწვრთნელები არიან ცალ-ცალკე უკვე მაია დარსმელიძე, მაო და სტეფანე. ცალ-ცალკე? ანუ სტეფანე უკვე ალიმენტებს იხდის? და ქალბატონი ლელა წურწუმია. ლელა წურწუმია. და თქვენ? კი, აი ეს 4. ძალიან კარგი, აი გამახსენდა, მართლა გამახსენდა ის ახალგაზრდობა ჩემი 90-იანი წლები, 90-იანელები არიან აი ჟიურიში, ერთადერთი გაკლიათ თენგის სიგუა დაისვით. არაჩვეულებრივი წევრები იქნებით ჟიურიში გუფი არ მინდა ეს ისტერიკა რა ძალიან გთხოვ გუფი ვიცი მე რომ შენ ჩემი იუმორი გიყვარდა ყოველთვის და იმიტომაც დარჩი ამ შოუში გმადლობ დიდი მადლობა ახლა თაობა რომ ანას ვკითხავ ხო შეიძლება ანა აი როგორი თაობა მოდის მითხარი იმიტომ რომ ეს ხო კასტინგებია ეს რაღაც ეტაპამდე არის ჩანაწერი და მერე იწყება ლაივები ხო ეს ვიცით ყველა სტრუქტურა ძალიან პოპულარული შოუს აი მითხარი როგორი თაობა მოდის და რით განსხვავდება იმ წინა სეზონისგან როდესაც შენ იყავი ასევე წამყვანი განსხვავდება იმით რომ წელს კასტინგზე მოვიდნენ მხოლოდ საუკეთესო ბავშვები ანუ მხოლოდ ისინიც ხმა აქვთ მართლა ოღონდ მართლა რომ ხმა აქვთ ეგეთები ძალიან გაგვიჭირდა გადარჩევა, ანუ ჰოლანდიელი არჩევს ხოლმე როგორც წესი, ანუ საბოლოო ვერდიქტი იმას გამოაქვს და მართლა ძალიან გაუჭირდა, იმდენი კარგი ბავშვი იყო, ვინ გადაეყვანა არ იცოდა. თუმცა შარშან ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ. მე მგონი რომ ტენდენცია მოდის საერთოდ ესეთი რომ ყველა მღერის და იხვეწებიან ნელ-ნელა. არ ვიცი კიდე რა ვთქვა. არაფერი, არა, კარგია. დიახ, მიკროფონთან რომ მიდიან, აი რამდენიმეს კი ახლა ეთყობოდა კიდეც ხო ხელავდა, მაგრამ ზოგიერთი არის აი ძალიან საქმიანად გამოდის, მიდის მიკროფონთან და ეგრევე იწყებს აი ხულიგნურად იწყებს ტატიშვილი გაგებით. არა, ტატიშვილი არც ერთი არის. არც ერთი არ იყო ტატიშვილი. და სხვათა შორის წელს ანუ გაცილებით უფრო მეტია პატარა ასაკის ანუ არის 16-დან ზემოთ. ანუ პირველ სეზონში 16 წლის მარტო 2 კონკურსანტი ყავდა, ეხლა გაცილებით მეტი. ანუ რაღაცნაირად გაახალგაზრდა. სხვათა შორის ამ ზაფხულს მაჰათმას ერთ-ერთმა აღზრდილმა სალომე ქათამაძემ მეორე ადგილი აიღო, დაუმსახურებელი მეორე ადგილი. მე ასე ვიტყოდი. ნამდვილად. ხო, როგორია, ხო, იმიტომ რომ პირველი ეკუთვნოდა დაუმსახურებელი მეორე ადგილი აიღო იურმალაზე ახალი ტალღა მე არასდროს არ მიყვარდა ეს ფესტივალი ამას ყოველთვის ვაცხადებდი და ერთხელ ღამის შოუშიც ვთქვი რომ თავიდან კონცერტი რო გაიხსნა ბრეჟნევის დაბადების დღე მეგონა რომ გამოვიდნენ ეს ეგრეთ წოდებული ვარსკვლავები რუსული ესტრადის მაგრამ აიღო მეორე ადგილი აი ახლა მე შენ გაძლევ დროს რაც გინდა ის თქვი ტოტო კუტუნიოზე იმის გარდა რომ მართლა კუტუნიოა ეგ კუტუნიოს ღირსიც არ არის თქვი თუმცა მარტო მაგის ბრალი არ იყო მე ესე ვფიქრობ რა სხვებმაც ესე შეფარვით მიიღეს მონაწილეობა არის ერთი წევრი ჟიურისი მე არ დავმალავ რომელიც ქართველებს 11-ს არასდროს უწერს ეს არის ლეონი დაგუტინი და მე ძალიან მიკვირს რატო ივსება ხოლმე დარბაზი როცა აგუტინი საქართველოში ჩამოდის მე არც ერთხელ ყოფილვარ თქვენ ყოფილხართ არა თქვენ ყოფილხართ მაჰათმა ნამასეთი იყავი შენ არა კარგი ანუ არაფერს იტყვი იმის გარდა რომ კუტუნიოა კარგი მე გეტყვით ასევე რომ დათო ფორჩხიძე იგივე მაჰათმა არის საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივარი ფეხბურთში ნახე შენი საფრანგეთი 0-0 როგორ გავანადგურეთ კარგი იქნებოდა მე ფინეთთანაც რო კარგად არა ერთი წუთი რა ფინეთზე დიმა ტატიშვილი ილაპარაკებს იმიტომ რომ ნამყოფია და პირველი ცოლი ყავდა ჰასკილაინენი გვარი შემეშალა თუ რატო იცინი რატომ ყავდა ახლაც ჰასკილაინენთან ხარ აჰა კარგი მე თუ ქართველი ფეხბურთელები ესე ითამაშებენ სხვა განდების გულშემატკივარის გავხდები ჰოლანდიას, ბრაზილ, ყველას ოღონდ ითამაშონ ეს. იყავი თამაშზე? ვიყავი. მეორე თამაშიც ვიყავი. ფინეთზეც იყავი? ამაყი წამოხვედი? ძალიან. ფინეთიდან. საფრანგეთიდან? საფრანგეთიდან წამოვედი ამაყი სინამდვილეში და ძალიან მიხაროდა და ბედნიერი ვიყავი, რომ ესე კარგად ვეთამაშეთ. ახლა ესპანეთის ჯერია გასვლაზე. ხო, რო იცოდე. კალათბურთში რო დაგვიჭირეს ლიდერების გარეშე და მოგვიგეს აი ახლა ნახოთ ფეხბურთში რა დღეში ჩავაგდებთ. თუ აქ რაგბი უნდა მეთქვა დივა. რაგბისტებს ვენაცვალე ფეხბურთელებს არა, აი ბიჭები არიან, რა გინდა თამაშობენ. სულ მაგრამ ისინი შედეგიანად ვენაცვალე იმათ. ამათ უშედეგოთ ვენაცვალე. იმათ შედეგიანად ვენაცვალე, ამათ უშედეგოთ ვენაცვალე. კარგი, მოკლედ ახლა. ჩვენ ყველა
გელით ეთერში. დიმა ანა პირველ რიგში შენ და დიმას გელით ეთერში და იქ ახლა ვინ როდის შემოbrunდება და ვინ რას დააჭერს ხო ეს უხასიათო წევრები ჟიურისი წვრთნელები მე არ გულისხმობ დათო ფორჩხიძეს და ლელა ტრუმიას და მაიას არ სტეფანეს მე არ გულისხმობ არც დათო ფორჩხიძეს არც მაიას და არც ლელა ტრუმიას აჰა რომ ვისა დააჭერს და ვინ იქნება და როგორ იქნება მოკლედ ფაქტი არის ასეთი მოცემულობა და რეალობა და სიმართლე რომ ძალიან რეიტინგული შოუა რომელსაც ყველა ელის და ერთადერთი შოუა ქართულ ტელესივრცეში რომელიც 2 სეზონზე გადის ეთერში ხო დიდების და ბავშვების და ორივე ასეთი რეიტინგულია მე მინდა ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ამ შოუს შემქმნელებს პირველ რიგში თქვენ მეუღლეს ბატონ დავით მადლობას მე მივიღებ თქვენ მიიღეთ და დიდი მადლობა წამყვანებს ანა შენ დიმა შენ დათო შენ მადლობა და მადლობა გადაეცი ყველა მწვრთნელს ახლა ხუმრობის გარეშე ლელას მაიას და სტეფანეს და ძალიან საინტერესოა და მე ველოდები ამას და ველოდები ვინ იქნება ჩემი ფავორიტი მე ყველა შოუში მყავს ჩემი ფავორიტი მოკლედ მეგობრებო ძალიან რეიტინგული ძალიან საინტერესო შოუს შემქმნელია რა თქმა უნდა წვრთნელი და ორი წამყვანი იყვნენ დღეს სტუმრად ღამის შოუში ველით ყველა საქართველოს ახალხმას ეთერში დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და დიდი მადლობა დათო რომ უნიჭიერესი კაცი ხარ დიდი მადლობა დიმა რომ უნიჭიერესი კაცი ხარ და თანტატიშვილი ხარ და ანა დიდი მადლობა რომ უბრალოდ ულამაზესი ხარ ძალიან დიდი მადლობა გაიხარეთ